რამდენად საინტერესოა Xbox One, საკმარისია ალტაში მოსვლაც. თუმცა ვიდეო განხილვით Xbox One თავად მოვა თქვენთან. 8 წელი გავიდა წინა თაობის Xbox 360-ის პრეზენტაციიდან. 8 წელი იყო ეს სათამაშო კონსოლი და მისი კონკურენტი PlayStation 3 მთავარი ძრავა თამაშების სამყაროში. თუმცა ტექნიკა, როგორც ვიცით, სწრაფად ვითარდება და ეს კონსოლებიც მოძველდნენ. შეხვდით Microsoft-ის სათამაშო კონსოლების სერიის ახალ მოდელს Xbox One. კონსოლი გამოირჩევა გარკვეულწილად მინიმალისტური დიზაინით. თუმცა ეს დღევანდელი ტრენდია. წინა მოდელთან შედარებით კონსოლი საგრძნობლად გაიზარდა ზომაში. ასევე მან დაიბრუნა თავისი კანონიკური ფერი. როგორც ცნობილი მომღერლის Amy Winehouse-ის სიმღერაშია ნათქვამი Back to Black. ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტიც, რომ Microsoft-მა გათვალა გაგრილების სისტემის დიზაინიც. კონსოლს არ ემუქრება მისი წინამორბედის ცნობილი დაავადება სახელით სიკვდილის წითელი რგოლი. კონსოლის კომპლექტში არის მყარი დისკი ტევადობით 500 გიგაბაიტი. მას აქვს 3 USB 3 პორტი, გარემეხსიერების და პერიფერიის დასაერთებლად. რა თქმა უნდა, ის გადავიდა Blu-ray დისკებზე, ასე რომ ახალი თამაშები ყოველთვის იქნება ერთ დისკზე. ყოველ შემთხვევაში დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე. კონსოლი თამაშებს უშვებს შიდა მეხსიერებიდან, ანუ დისკიდან გაშვება შეუძლებელია. Blu-ray წამკითხველი არის მხოლოდ თამაშის მიწოდების საშუალება. პირველ გაშვებაზე კონსოლში ხდება მისი დაინსტალირება. თუმცა დისკის ჩადება მაინც აუცილებელია მისი ლიცენზიის დასადგენად. აქვე კარგი მომენტია ის, რომ უმეტეს თამაშზე თქვენ შეგიძლიათ არ ელოდოთ დაყენების პროცესს და პარალელურად შეგიძლიათ ითამაშოთ. კონსოლი იმიტომ არის კარგი, რომ რა თამაშიც არ უნდა გაუშვათ მასზე, გაჭედვები ძალიან იშვიათი იქნება, რადგან ხდება თამაშის ოპტიმიზაცია ერთ კონფიგურაციაზე. შეგვიძლია დიდხანს ვისაუბროთ განხილვაში თუ რა ცვლილებები მიიღო კონსოლმა ტექნიკური მხრით, მაგრამ ბევრი საუბარი მიგვაჩნია უაზროდ. უბრალოდ დავასახელებთ ამ ცვლილებებს. კონსოლი გადავიდა ტრადიციულ PC პლატფორმაზე. მას აქვს 8 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, 8 ბირთვიანი პროცესორი AMD სიხშირით, 1.75 GHz და AMD Radeon ვიდეო სისტემა. კონსოლის გეიმპადი არის ევოლუციის მაგალითი. ახალი გეიმპადი გახდა კიდევ უფრო კომფორტული. რთული ახსნა რატომ, მაგრამ ის ნამდვილად კარგად და სასიამოვნოდ ზის ხელში. ახალი Kinect-ი არის კონსოლის მნიშვნელოვანი ნაწილი და თავიდან ის იყო აუცილებელ კომპლექტაციაში. რამდენიმე დღის წინ კორპორაციამ განაცხადა, რომ მალე გამოვა კონსოლის რედაქციები ამ აქსესუარის გარეშე. ეს კეთდება იმისთვის, რომ კონსოლი გაიაფთეს და გარდა ამისა თამაშებში წარმადობა გაიზარდოს. Kinect-ი რასაკვირველია ყველა კუთხით გაუმჯობეს და წინა მოდელთან შედარებით. რაც შეეხება პლატფორმას, კორპორაცია პოზიციონირებას უკეთებს მოწყობილობას, როგორც მულტიმედია ცენტრს და არა მარტო სათამაშო კონსოლს. სამწუხაროდ საქართველოს ეს ნაკლებად ეხება. უმრავლესი არსებული სერვისი არის გათვლილი მხოლოდ ევროპის და ამერიკის შეერთებული შტატების მომხმარებლებზე. ასე რომ ამ კუთხით კონსოლი წინა მოდელისაგან ჩვენთვის დიდად არ განსხვავდება. საინტერესო არის ის, რომ Xbox One გახდა ნამდვილად multitasking მოწყობილობა. თქვენ ერთდროულად შეგიძლიათ ითამაშოთ და ამავე დროს დაათვალიეროთ ვებ გვერდიან ისაუბროთ Skype-ში. გარდა ამისა, სოციალური ქსელების განვითარებამაც შეიტანა ამ კონსოლში თავისი ინოვაცია. თქვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენი თამაშის პროცესი და გააზიაროთ ის სოციალურ ქსელებში. ასევე საინტერესოა ფუნქცია Smart Glass, რომელიც აქცევს თქვენს პორტატულ მოწყობილობას თამაშის ნაწილად. მოკლედ, Xbox One-მა განიცადა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ევოლუცია.